Xenofobიური, xenofobia, რომ იაფასიანი xenofobიით, პრიმიტიული xenofobიით, xenofobიური კამპანია აწარმოონ ტრამპის ოჯახის წევრის პარტნიორების წინააღმდეგ. აკაცუკები და ხელფასებულები, ოცნების ოპონენტები ახლა xenofobებიც არიან. ასე მმართველი პარტიის მოლაპარაკეთავები უწოდებენ ყველას, ვინც არაბ ინვესტორთან დადებულ მრავალმილიარდიანი ხელშეკრულების დეტალების გასაჯაროებას ითხოვს. Xenofobიის მრავალი მაგალითი ვიხილეთ. ალტიფო და პროევროპულები დაძმობილდნენ და xenofobიურ კამპანიას ეწევიან. დავიწყეთ არაბიზაციის წინამდე ბრძოლა. ჩვენ არ ვივართ ყველა არაბულ დასახლებაში, ქალაქში, სოფელში, რომლითაც უნდა ივანიშვილმა რომ გადაგვარჩენოს და მილიარდები იშოვოს. ამ ტერიტორიაზე არაბები აპირებენ 30,000 ადამიანის ჩამოსახლებას. უკრაინელი ჩამოვა აქ, ბელორუსი, რუსი პრობლემაა, მაგრამ ესენი რო ჩამოდიან, მე ვთვლი რომ უფრო მაღალი პრობლემა. ვარკესელში არის ჰუალინგ პლაზა და ტერიტორია, რომელიც თავის დროზე ჩინური ინვესტიციით განხორციელდა და მაშინაც ზუსტად იგივე დედისერთა xenofobები ამბობდნენ, რომ ეს იქნებოდა ჩინური დასახლება. კი, სინამდვილეში ასეთი პროპაგანდა 2012-13 წლებში ოცნების მაშინდელ მხარდამჭერებს ჰქონდათ და ჩინელების ჩამოსახლებაში ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებდნენ. ჯონდი, გამარჯობა. ფარულად ხალხი ზურგს უკან. გააფორმეს მსხვილი კორუფციული შეთანხმება. უნდა აშენდეს ჩინური ქალაქი, უნდა იქნეს ჩამოსახლებული 127,000 ჩინეთის მოქალაქე. მაშინ მხარდამჭერები ოცნების მილიარდერმა დამფუძნებელმა ასე დააწყნარა. რაღაც საშინელი პროექტი ნახეს და ამ პროექტზე ქონდა და მოვიდნენ სამი მინისტრი ჩემთან. 126,000 კომპაქტურად დასახლებული, ალბათ სასურველი არ იქნება და ყველა სახელმწიფოს აქვს ეს კანონი ამის. საოცარი რაცაა, ეს იყო საიდუმლო და არის ცოტა საზოგადოება. ამ დროს იქ რაც წერია რომ და ლამის 2 მილიარდია ინვესტიცია. ამით უნდა იამაყნათ. ეჭვი ახლა ჩემშიც გამოიწვია. მე დავაწყნარე მინისტრები და უთხარი რომ ამას კანონი უნდა პირველ რიგში და თუ ესეთი მშენებლობა მიდის, იქ კონტრაქტში არ წერია რომ მაინდამაინც ჩინელები უნდა ჩამოსახლდნენ. და ასეთი რაოდენობის ინვესტიცია ჩაიდება, მივესალმებით ჩვენ, მაგრამ ეჭვები რაც თქვენ გაგიჩნდათ, ის კონტრაქტი არ იძლევა ამის ეჭვებს. მაგრამ ამათი სიჩუმე კი იძლევა ამ ეჭვებს, რომ შეიძლება იყო შეთანხმება არა ქაღალდზე, არამედ პირობითი. სიჩუმე, ფარული შეთანხმება, რაზეც ივანიშვილი ლაპარაკობდა, ალბათ გაუმჭვირვალობას ნიშნავს ამ შემთხვევაში. გემახსოვრებათ ისიც, რა იყო ოცნების მთავარი არგუმენტი ეგრეთ წოდებული აგენტების კანონის მიღებისას. გამჭვირვალობას არ აქვს, ბუნებრივია. ალტერნატივა ვერავინ ვერ ასაბუთებს, რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა ცუდი. რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი? რატომ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი? ჩვენ გამჭვირვალობა გვინდოდა. ახლა ოცნების მთავრობას თხოვენ. ხალხის სულელი ხო არა, ვაჩვენოთ ეს კონტრაქტი და ყველა მაგარი გახარებული იქნება. რატომ უმალავთ ამ ადამიანებს ამ რაღაცას? ქვეყნის აშენებას თუ ხმარდება ეს ამხელა კაპიტალის მოზიდვა, ხალხს რატომ უმალავთ ამ რაღაცას? სად არის თქვენი სიყვარული გამჭვირვალობისადმი? პასუხად კი იღებენ ამას. ეხა შენ იქ შიგნით რა მოილაპარაკეს, რა შენი საქმეა, ვინ გიკითხება ის რომ აშენდება ხო ნახავ. ან ამას. ფასიანი xenofobიური პროპაგანდა, xenofobიური განცხადებებით, ხელისუფლება xenofobიურ კამპანიას გმობს და xenofobიის გაღვივებით და xenofobიური გზავნილები და ღირებულებითი ჩიხის. თან მანიპულირებენ xenofobიური განცხადებებით და თანხმედრაში არიან პრორუსულ ალტინფოსთან. გახსოვთ, როცა ოცნება აზიური ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების ხელოვნურ შემცირებას, რაშიც მისი ოპონენტები xenofobიას ხედავდნენ, წარმატებად რომ განიხილავდა? როცა ეს რეფორმა შევიდა ძალაში, ამან გამოიწვია ბოლო 4 თვის განმავლობაში 2014 წელს ჩვენი ტურისტების ნაკადის 42,000 ადამიანის შემცირება ჩინელების, ერაყელების, ირანელების და ეგვიპტელების. ხო შევავიწროვეთ ეს და წარმატება მივიღეთ ბრიუსელში და ჩვენ ველოდებით რიგის 3-ზე რაღაცა ტიპის წარმატებას. სამიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებული კომენტარის გამო თეატრო ლუკიანი მწვავე კრიტიკის სამიზნე ხდება. არამეგობრული, გაუაზრებელი და არაკვალიფიციური ასე ეხმაურება საქართველოში ირანის საელჩო იუსტიციის მინისტრის განცხადებას, სადაც მთავრობის წევრი ირანელი ტურისტებისა და ინვესტორებისთვის დაწესებულ სავიზო შეზღუდვებზე საუბრობდა. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ირანთან ურთიერთობები დამთბარია, ჭირშიც და ლხინშიც. კი, ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის ოცნების დამცველთა პოზიციებიც. მაგალითად, ადრე მიწების უცხოელებზე გაყიდვა არ მოსწონდათ. პირდაპირ ლაპარაკობდნენ, რომ ეს მიწის გაყიდვა კარგია. ბაზარი გამოცოცხლდებაო. 1 მილიარდ დოლარად თლიანად ყიდულობდნენ. ახლა თემა დაიჭირეს ხელში ეს არაბული სოფლები თუ რა ქვია დასახლებები და ეხლა მოდი ამაზე ვაკითხულობთ ხოლმე რა. ამაზე ახლა უნდა ეს ხელისუფლებაო იმას ვნათო რა. სიტყვას არ ვიყ. ამაზეო ახლაო აი ეს ხელისუფლება და უხარიათ. ადრე ეს გონას რუსია მარტო შენი მთელი ბიჭო.
არ მოსულა. ვიღაც არაბს 7 წოლი დაგოგმანობენ 4 ჰექტარ მიწაზე ლილოში ჩემი დედა მე ცოტა მწყინს. ო შეიძლება რა არენდაში არენდაში 25 წელი. გინდათ 50 წელი და ოღონდ არენდაში. არ მიყიდო რატო რა? რატო უნდა მიყიდო? და ახლა არაბი ქრისტიანი იყო აბოთფილელი რა. აბოთფილელები არ ჩამოყვა. ლაშუაშია შეიძლება ის აბოზე უკეთესი გახდეს კაცო შენ რა იცი რა. ადრე რომობენ აფხაზეთი მე ვამბობ პლეხანური. მარჯანიშვილის ერთ-ერთი მონაკვეთი და შახაბასი იქნებს ხმალს. აი არაბი შემოვა და ახლა $200 ეს ქართული ბიჭები კიდე და იწყებს ქართული ბიჭები კიდეს. და ახლა პრემიერმა გამოვაქვეყნა ვიდეო ჩამორაკრაკებული მართლა დისტილირებული საქართველოსთვის ამ ინვესტიციას. საკმაოდ კვალიფიციური განმარტებები გააკეთა კოვახიძე, მაგრამ ამან არ იმუშავა. ყოველ შემთხვევაში ისეთი შედეგი არ ქონდა, რასაც ელოდა. რატომ? იმიტომ რომ დააგვიან. როცა შე რაღაცას ასაიდუმლოებ, ამით შეიძლება არც არაფერი დანაშაულს არ აპირებ, ხო? ამით შენ მოყიერ ნიადაგსქმნი შეთქმულებების თეორიების შექმნისათვის. დროულად რო გაეკეთებიათ. შეიძლება ამ მდგომარეობაში არ ჩავაგნილიყო და რაღაცა კორექტირებები შეიძლება საზოგადოების დიდი ნაწილი მაგრამ დათანხმებოდა. ეხლა მე ვფიქრობ, რომ ეს პროექტი არის ვერანაირ კრიტიკას ვერ უძღვნის. უერთდებით თუ არა იმ საპროტესტო აქციას, რომელიც კონსერვატორებმა დაგეგმეს დეკემბერში? არ ვიცი, ამ აქციის შესახებ არაფერი ინფორმაცია არ მაქვს. არ ვიცი, მინდა ახლა კონსერვატორი ვარ, სიმართლე რო ვთქვა. გახსოვთ სულ ახლახანს კობახიძემ ევროპის მთავარ საფრთხედ რა დაასახელა? ინგლისში ყველაზე ხშირად დარქმეული სახელი არის მუჰამედი. ბერლინში, გერმანიის დედაქალაქში ყველაზე ხშირად დარქმეული სახელი არის ასევე მუჰამედი, ხო? იდენტობას კარგავენ რელიგიურ და ეთნიკურ იდენტობას. ბევრის აზრით ამ ქსენოფობიურ განცხადებას ოცნებისა და პირადად კობახიძის ოფიციალურ თუ არაოფიციალურ გვერდებზე ვეღარ იპოვით. თუმცა Google-მა კვალი დატოვა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა კვალს დატოვებს ეს მოვლენები საქართველოს ისტორიაში?